საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. 2026 წლის 12 აგვისტოს პროკურატურას გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით მომართა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავმა მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ და გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. ასევე დაიკითხა და გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული შემხედრი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად კი დადგინდა, რომ 2021-2024 წლებში ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა რა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, წარმოადგენდა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს და კანონმდებლობის შესაბამისად სხვა ფუნქციებთან ერთად განსაზღვრავდა მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევდა მთავრობის საქმიანობას, ასევე ახორციელებდა მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს. ამავე პერიოდში საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა ჯუანშერ ბურჭულაძე და ასევე წარმოადგენდა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირს. კანონმდებლობის შესაბამისად იგი როგორც მინისტრი ანგარიშვალდებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე და სხვა უფლებამოვალეობებთან ერთად კოორდინაციას უწევდა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, ახორციელებდა სამინისტროს შესაბამისი პირების გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას. 2022 წლის ბოლოდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება, რაც უნდა განხორციელებულიყო საიდუმლო შესყიდვის გზით. აღნიშნულ პროცედურებში მონაწილეობის მიზნით და არამართზომიერი ფინანსური სარგებლის მისაღებად ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეთანხმებით მისი ნათესავი ვასილ მხეიძე დაუკავშირდა შესაბამისი გამოცდილების მქონე მისთვის ნაცნობ ბიზნესმენს, რომელსაც შესთავაზა შესყიდვის იმგვარი ფორმით გამოცხადება, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფდა სასურველი ფასით ამ უკანასკნელთან დაკავშირებული კომპანიების განმარჯვებას, სანაცვლოდ კი მოითხოვა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ნაღდი ფულის სახით მისთვის გადაცემა. მას შემდეგ, რაც ვასილ მხეიძესთან დაკავშირებულმა პირმა საწყის ეტაპზე თავი შეიკავა დანაშაულებრივი შეთანხმებისაგან და მოითხოვა მეტი გარანტიები უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებისაგან, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, როგორც ანგარიშვალდებული პირი, შეუთანხმდა იმჟამინდელ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მასზედ, რომ თავდაცვის სამინისტროს საჭიროებისათვის შესყიდვებს განახორციელებდა იმგვარი ფორმით, რაც უზრუნველყოფდა ზემოხსენებულ მეწარმესთან დაკავშირებული კომპანიების გარანტირებულად სასურველი ფასით გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მიიღებდნენ სოლიდურ არამართლზომიერ ფინანსურ სარგებელს. მიიღო რა სული სამსახურებრივი მფარველობა ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელმაც თავის მხრივ მოითხოვა შესაბამისი მატერიალური სარგებლის მისთვის გადაცემა და დაუდასტურა შერჩეული ბიზნესმენის სანდოობა მსგავს საკითხებში, ჯუანშერ ბურჭულაძის დავალებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა სამინისტროს მიერ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისთვის სხვადასხვა სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით შესაძენი საქონლის და მომსახურების ღირებულება. შედეგად სამი საიდუმლო შესყიდვის დროს ზემოხსენებულ პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11.499.705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი მიაწოდეს 18.484.960 ლარად. ზემოხსენებული შესყიდვების პარალელურად შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს
ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების დაახლოებით 10%, 1,900,000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400,000 ლარი, ხო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქთამის სახით მიღებული 1,500,000 ლარიდან 750,000 ლარი თავად დაიტოვა, ხო თანხის მეორე ნახევარი 750,000 ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს. ზემოხსენებული ქმედებების შედეგად სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით, კერძოდ 6,985,255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი. საქართველოს პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მოხლის მეორე ნაწილის ა და გ და მესამე ნაწილის ექვე პუნქტებით, რაც გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქთამის აღებას და სასჯელის სახით და ზომად ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. რაც შეეხება საქმეში ფიგურანტ სხვა მოხელეებს, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ისინი ზემოხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით უკვე მსჯავრდებულები არიან სასამართლოს მიერ და განსაზღვრული აქვთ შესაბამისი სასჯელი. მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძეს მისჯილი აქვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლოს მიმართავს მხოლოდ წინა სასამართლოს თომის განსაზღვრის თაობაზე შუამდგომლობით, რადგან ეს უკანასკნელი სასჯელს უკვე იხდის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე.